ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია რამდენიმე განზომილებაში გავიდეთ. ვიცხოვროთ ჩვეულებრივ და შევიგრძნოთ ის დაფარული, რომელიც სხვისთვის მიუწვდომელია. ეს ყველაფერი საკუთარ თავში აქვს ადამიანს ჩადებული. უსაზღვროა ადამიანის გონება, მისი შესაძლებლობა იმისა, თუ რამდენი რამ შეგვიძლია გონების საშუალებით. ჩვენს გონება შეუძლია ერთდროულად იცხოვროს თუნდაც სამ მდგომარეობაში. ადამიანის ქმედებების უმეტესობა, გადაწყვეტილებები, სურვილები, რეაქციები, მიმიკები, განწყობა კონტროლირდება არა ცნობიერის, არამედ ქვეცნობიერის მიერ. ყველა ეს ბრძანება ქვეცნობიერიდან გადმოდის ცნობიერში. ამიტომაც ხშირად დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე ადამიანს რამდენი წიგნი აქვს საკითხული, ან რამდენად განათლებულია, თუკი მისმა ამ ცოდნამ არ შეცვალა მისი ქვეცნობიერი და არ განავითარა ამ კუთხით, ანუ არ იმუშავა მის შეგნებაზე. განათლება თუკი გონების ინტელექტუალურ ფარგლებს არ გასცდა, ადამიანისთვის ტვირთი უფრო ხდება, ვიდრე შვება. ანუ განათლებული და შეგნებული განსხვავებულია. ჩვენ ჩვენი გაუცნობიერებელი ნაწილიდან ნელ-ნელა ამოგვაქვს ის, რაც არ ვიცით და ვშიფრავთ მას, ვიმეცნებთ, თავის სახელს ვარქმევთ. შევისწავლეთ დედამიწა, მისი მოქმედების ძალებს თავის სახელით დავარქვით. შემძელით უფრო შორს, კოსმოსში გასვლა. ამიტომაც ჩვენ დღეს ადამიანები ჩვენს თავშივე უფრო მეტ გაცნობიერებულ ქვეცნობიერს ვფლობთ, ვიდრე ძველი დროის ადამიანები. ამიტომ წამოვიდა თანამედროვე კაცობრიობის ინტერესებში ქვეცნობიერი საიდუმლოებების მეტად შესწავლა, რა ხდება ცნობიერის მიღმა და რა არის მიღმიერ სამყაროში. ახლა კი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს საფრთხილო საკითხი. რა არის ასტრალური პროექცია? მას ასევე უწოდებენ სხეულის გარეთ გამოცდილებას. ეს არის ფხიზელი ძილისა და სიკვდილის მახლობელი გამოცდილების კომბინაცია. ეს არის თქვენი ასტრალური სხეულის განცდა თქვენი ფიზიკური სხეულისგან. ამავდროულად გონება რჩება აქტიური, სანამ სხეულს სძინავს და არააქტიურია. ასტრალი რიგითი სამყაროა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს. ადამიანის ცნობიერი გონება შეუზღუდავია, თუმცა ეს არის დიდი საფრთხეც. როგორც ასტრალური სამყაროს მიმდევრები აცხადებენ, იქედან შესაძლოა ცუდი ენერგიები და ბოროტი არსებები შემოვიყოლიოთ, ან საერთოდ დავიკარგოთ და უკან ვეღარ დავბრუნდეთ. ამიტომ ადამიანი, რომელიც ასტრალურ მიღმიერში გადასვლას გადაწყვეტს ხელოვნურად, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ასტრალში გადასვლა პერსონალური განცდა და ყველასთვის ერთსა და იმავე შეგრძნებებს არ იწვევს. თუმცა არსებობს ზოგადი ინფორმაცია ამ პროცესის დროს განცდილის შესახებ.